ეთახები დადის ესხმები, სხვა სალაბარაგო ნამდვილად არ აქვს მათ ჩემს მიმართ და აგორებენ ასე ვთქვათ ამ შავ პიარს. თქვენ დაათვალიერეთ ჩვენი ქარხანა, ეს ქარხანა დაფუძნდა 2006 წელს ასე ვთქვათ ფირმა, რომლის და ერთ-ერთი დამფუძნებელიც მე გახლავართ. აქ იყო ჭაობი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჩადებულია დაახლოებით 10 მილიონი, დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია ამ ქარხანას ჩადებული. 2012 წლამდე ამას ხას უსვამ, ქარხანა წარმატება ჰქონდა 300-400 ტონა. ამ 4 წელიწადში ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ავიღეთ აგროკრედიტის სესხი, საიდანაც $1,62,000 ზუსტად გადავიხადეთ იმ ფილში, რომელიც ამ ქარხანაში აღენია, იქიდან გამომდინარე ჩვენ როგორც ფოთელები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არასასიამოვნო სუნი ჩვენი თანამოქალაქეები არ შევაწუხოთ. ეს მთლიანობაში დაახლოებით ჩამოტანა, მონტაჟი, დანიური დანადგარებია, ძალიან ძვირად ღირებული დანადგარებია, დაждდა სადღაც დაახლოებით $1,500,000. ამის გარდა ჩვენ წელს თქვენ ხედავთ არ მიმდინარეობს ისე სამუშაოები დამატებითი გადაზღვევის მიზნით ეს ფილტრი სადღაც 95%-ს კლავს, ასე ვთქვათ, ამ არასასიამოვნო სუნს. ამ და რაღაც 5%-ს რო არ გავიდეს, გადაზღვევის მიზნით კიდევ შევიძინეთ წელს 300,000 евро გადავიხადეთ დანადგარში, ზუსტად ამ წუთებში მიმდინარეობს ამის მონტაჟი, ასე რომ შარშან ჩვენ ქარხნიდან აბსოლუტურად 1 გრამის სუნი არ გადიოდა წელს ამის დამატებას საერთოდ 2 კილიც კი არ გავა ამ ქარხნიდან. მეორე ქარხანასაც არის მეორე ქარხანა რომელსაც ეგეთი ფილტრი აქვს დამონტაჟებული, დანარჩენი 2-ს არ ქონდა, მე ჯერ დღეს არანაირი უფლება არ მაქვს მათ რომ მოვთხოვო, როგორც კოლეგებს ვთხოვე, იმათ მას დაიწყეს დაყენება და ასე ვთქვათ, წელს ამ სეზონი რომ მოვა, ყველას გამართული ექნება ეს სისტემები და ქალაქში თევზის სუნი არ იქნება. დაუშვა თუ მოხდა ისე, რომ ნამდვილად ჩვენ ქალაქს ისევ შეაწუხა ამ თევზის სუნმა, მე აუცილებლად როგორც თქვენ გვერდით დავდგები, მოვთხოვ ჩემი არჩევის შემთხვევაში რომ მოვთხოვ მათ, რომ ეს ყველა პრობლემა გამოსწორდეს. თუ კანონის იქნა ამ კუთხით გასამკაცრებელი, მე ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ კანონის გამკაცრებული იქნეს საკანონმდებლო ორგანოში. მე ვთვლი საჭირო და ალბათ აუცილებლად და ვალდებულებად იმას, რომ ეს ქალაქი ამ სუნით არ შეწუხდეს და ყველამ ეს პრობლემა უნდა იქნეს ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებული.